საერთოდ პირველს დავიწყო აქედან, რომ მართალი გითხრათ, რუსული სიტყვა разочарование. გამიცრუდა იმედი ბიძინა ივანიშვილის. რატო ახლა გითხრათ? იმიტომ რომ როდესაც ის აირჩიეს ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ჩვენ ყველა ვიცოდით რომ მოდის სოფლის ერთ-ერთი უძლიერესი საფინანსო ჯგუფის ხელმძღვანელი. ახლა არავინ რომ ფულს დღეს არავის არ ჩუქნის, ეს ხო ფაქტია. რეალურად ამ კაცმა ყველაზე თუ გიფსო Forbes-ი და ასე შემდეგ, ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი. და აი ამ გამოცდას საფინანსო პოლიტიკით გამოცვლას ვერ გაუძლო დღეს ეს კრიზისი რომ მოხდა. არავად ბავშვი არც შეიძლება ვიცით რომ ანალოგიური პროცესები ის მსოფლიოში, მაგრამ წმენა ქონდა რომ რეალურად უფრო ჩვენ ვიქნებოდით წინ, იმიტომ რომ ჩვენი პრემიერია თუ პრეზიდენტი ესეც კიდე ვეღარ გაიგებს ეს საერთოდ ვინ არის, მაგრამ მაინც თავკაცი ამ რესპუბლიკის ვიცე-მწვანელობის დღეს საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პირისპირ და სულ მეგონა რომ სვლას მოიფიქრებდა. რატო ახლა? მიშამ მოიფიქრა, აი მეორე აიღე პირდაპირ. სააკაშვილმა, აქედან გაგდებულმა სააკაშვილმა მეორე მთავრობა გახსნა უკრაინაში, კაცო. ის როგორც პოლიტიკოსმა გაამართლა, როგორც ფინანსისტმა მან ვერ გაამართლა. რა ხდება ახლა მე სულ მაინტერესებს. რა საკვირველია დიდ ბიზნესად ძალიან მაგრა დაატყვა. როგორ კონკრეტულად გეტყვით? ტენდერი ჩატარდა ახლა თოლზე სამინისტროში, მოიღოთ მონაწილეობა ჩვენ 16 მილიონის გამოტანილი იყო, ესე იგი ტოლვილებისათვის ბინების შესყიდვა. ჩვენ მოვარმა პროექტმა გაიმარჯვა, ერთი პატარა პროექტი მილიონამდე იყო ლაპარაკი იმას გვაძლევენ და მეორე პროექტი რომელიც რამოდენიმე მილიონი იყო, იმის მაგივრად უნდა საბჯერ გვითხრეს რომ მოიგეთ. მე გვითხრეს რომ არა, ფული საბანკო გარანტიას გაძლევთ. და მე ვიტყვი საბანკო გარანტიას არაო, რატო ლარის კურსი დაეცა 16 მილიონი გახდა 13 მილიონი და ამიტომაც არ აქვს ჩვენ გარანტირების თავი. ესე იგი რეალურად რამოდენიმე მილიონი ჩემნაირი ფირმა რომელიც ჯერ კრიზისიდან არ გამოსულა. უკვე გათვლილი რო გაქვს რომ იცი რომ ტენდერი მოიგე და მიიღებ და ამას ვერ იღებ. რასაკვირველია ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ბიზნესისათვის.